ეს არის ინტერნეტ ტელევიზია ფაქტორი G, გადაცემა პოლიტიკის ფაქტორი კვლავ ეთერშია. დაპირების ამბები, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია. ვახტანგ გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და დიდი მადლობა მომიწვიეთ, ეს არის ჩემი პირველი თქვენთან სტუმრობა და კეთილი იყო ჩემი ხი. გაიხარეთ, დიდი მადლობა. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ სამხედრო საფრთხეებზე, რომელიც პერმანენტულად მოდის უკვე რუსეთიდან ამდენი წელია, მაგრამ რომელშიც შეიმჩნევა უკვე ახალი ტალღა. კერძოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილო კავკასიაში დისლოცირებულ 58 არმიას რუსეთი უმატებს 2 დივიზიას, ხო არ მეშლება, დამატებით 2 დივიზიას და ამის პარალელურად ასევე ბრიტანეთის შესაბამისმა სამსახურებმა გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია აპირებს თავისი გავლენა აღადგინოს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე. პრინციპში ეს არ არის ახალი ინფორმაცია, იმ თვალსაზრისით, რომ კარგა ხანია არსებობს მოარული აზრი, არათუ უკვე მოარული, პრინციპში უკვე პრაქტიკულადაც გამოხატული, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს გაიმეოროს, თქვა სტალინის გზა და ამასთანავე ის ცდილობს, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი და რუსეთის გავლენა აღადგინოს ყოფილ პოსტსაბჭოთა და პრინციპში არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა, არამედ პოსტსოციალისტურ სივრცეზე პირდაპირ. გასაგებია, რომ იგივე სამხედრო დაჯგუფებების გახსნა ჩვენ საზღვართან ახლო, ახალი სამხედრო დაჯგუფებების დამატება ჩვენ საზღვართან ახლოს არის უსიამოვნო მოვლენა და უსიამოვნო ინფორმაცია, თუმცა მეორე მხრივ ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ არანაირი დამატებითი სამხედრო დაჯგუფებები არ სჭირდება რუსეთს იმისთვის, რომ შეასრულოს თავისი სამხედრო პოლიტიკური ამოცანები იმ ძალებითაც კი, რაც ამჟამად აქვს მას ჩრდილო კავკასიაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ჩვენ გვიჩვენებს, ჩვენ წინაშე წარმოშობს კიდევ ახალ საფრთხეს, იმიტომ რომ უკვე დღეს არსებული მდგომარეობით, გეოპოლიტიკურ სრულად თუ გადავავლებ თვალს, არის აშკარა, რომ ნატო რუსეთის საზღვარი გადის საქართველოზე და საქართველო თუ კი აქამდეც იყო რასაკვირველია ამ დაპირისპირების წინა ხაზზე, ამდენად ეხლა უკვე მწვავე დაპირისპირების წინა ხაზზე იმყოფება და ჩვენზე გადის ეს დაპირისპირების ზღვარი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თითქოს დაიძაბა ურთიერთობა, მაგრამ ეს დაძაბულობა უფრო გავს პოლიტიკურ, სამხედრო პოლიტიკურ ვაჭრობას, რომელიც რიდასრულდება არავინ იცის, რომელიც ჩვენთვის ერთი მხრივ არის მომგებელი, იმიტომ რომ ჩვენს მნიშვნელოვნებას ზრდის, მაგრამ მეორე მხრივ ბუნებრივ არის წამგებიანიც, იმიტომ რომ ჩვენ წინაშე არსებულ სამხედრო საფრთხეებს კიდევ უფრო ამატებს და ზრდის. დღეს ჩემს სტუმართან ერთად ჩვენ უნდა ვისაუბროთ აი ამ ახლებურ რეალობაზე და იმაზე თუ რა გამოწვევების წინაშე დგება, ახალი გამოწვევების წინაშე დგება ჩვენი სახელმწიფო და რისკენ არის მიმართული რუსეთის მიერ აი თავისი სამხედრო კომპონენტის გაძლიერება ჩრდილო კავკასიაში, რა მიმართულებებს მოიცავს ის და რა მიმართულებებზე არის გათვლილი. ამიტომ ვახტანგ ჯერ გეტყვით, რომ პრინციპში პერმანენტი ეს არ არის ხო პირველი შემთხვევა, როდესაც რაღაც გადაჯგუფებები არის აი ამ სამხრეთის ოლქში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება რუსეთიდან და ამჯერად რას უკავშირდება, როგორი იყო ინფორმაცია აი დამატებით 2 დივიზიის შექმნას 58 არმიის ფარგლებში და ეს სამხედრო კონტინგენტი, რომელიც აღარ გაგაწყობთ, აი ამ მოცულობის სამხედრო კონტინგენტი რა სამხედრო ამოცანების გადაჭრისთვის არის გამიზნული. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე ვსალმები ჩვენს ტელემოყურებელს, თქვენ სწორად ილაპარაკეთ, რომ რუსეთი პირველად არ ატარებს ასე ვეთყოდი გადაჯგუფებას და ახალი ელემენტების შემოტანას. ფაქტობრივად ეს ინფორმაცია დაემთხვა მეორე ინფორმაციას, რომ თავდაცვის სამინისტროში, ეროვნულ თავდაცვის ცენტრში, რომელიც არის მთავარი სტრატეგიული მართვის ორგანო რუსეთის შეერაღებული ძალებისა, მოხდა დახურული, ასე ვთქვათ, შეკრება, სადაც ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი უმაღლესი თავმჯდომარე და იქ განიხილებოდა რუსეთის სამხედრო რეფორმის ახალი ტიპის ვარიანტი, რომელიც მიხედვითაც ფაქტიურად, აი თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რუსეთი უბრუნდება საბჭოთა სამხედრო მართვის მოდელზე. ანუ ბრუნდება ის სამხედრო ოლქები, დღეს მოგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არის 4 ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა, ტარა ოლქი. ბუნებრივი ეს არის ძალიან გაფართოებული ტიპის სარდლობა, ეს არის დასავლეთი, ცენტრალური, აღმოსავლეთი და სამხრეთის სამხედრო სარდლობები და რუსეთი აპირებს, რომ ეს სარდლობები შეეცვალოს და შექმნას ოლქების სტრუქტურა. ანუ რა განსხვავებაა, ასე ვთქვათ, ესეთი მიდგომებში? აღნიშნული ოპერაციულ სარდლობები შეიქმნა ჯერ კიდევ 2000 რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, როცა რუსებმა ისწავლეს, ასე ვთქვათ, ჩვენს ვთქვათ, ჩვენთან ბრძოლების შედეგად
ну პრაქტიკაში თეორიაში გადააფასეს თავიანთი შეაძლებლობები, მოახდინეს თავიანთი რეფორმირება და მაშინ ასე ვთქვათ, მაშინავე თავდაცვის სერდოკომა, რომელსაც მან მიიღო ეროვნული გმირის წოდებაც, ფაქტიურად მოახდინა რეფორმირება და რუსეთმა ფაქტიურად მოახდინა ერთგვარად უფრო თავდაცვითი ტიპის კონცეფციის შემუშავება, როგორც ისინი თვლიდნენ, იმიტომ რომ ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა უფრო ვთქვათ, ერთგვარად უფრო წარმოაჩენდა სტრატეგიული თავდაცვის ელემენტების შექმნას, ყველა მიმართულებით, ანუ ტრიალური თავდაცვის ელემენტი იქნებოდა. აი იგივე თუნდაც ეხლა უკვე პუტინმა მოახდინა უკვე რომ პუტინმა შემოიტანა სამხედრო ოლქი, იმიტომ რომ როგორც მოხდა საბჭოთა პერიოდში, ეგრეთ წოდებული ოგარკოვის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, სამხედრო ოლქებს ენიჭებოდათ პირველი, ასე ვთქვათ, ამოცანა რომ გადაკეთებული იყვნენ იგივე ფრონტებად, რაც არის ოპერატიული სტრატეგიული ერთეულები, რომელიც სწორედ შემტევი ტიპის სამხედრო ოპერაციების წარმოებისათვის არის აუცილებელი, რომელიც მოიცავს რამდენიმე არმიის, ასე ვთქვათ, კომპონენტს, გაერთიანებას და რომელიც სწორედ ითვალისწინებს სწორედ შემტევი ტიპის ოპერაციების ასე ვთქვათ, ემზადება. აი ეს არის სწორედ ამაზე საუბარი, რომ სწორედ აი ახალი მოდელში შექმნა, რომ ოლქების სარდლობის გარდა ოლქებად სწორედ ითვალისწინებს უკვე შემტევი ტიპის ოპერაციების განხორციელებას. ეხლა შეიძლება რამდენად არის შემტევითი, შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, მოკლე შიშორის საშუალო თუ სიღრმისეული შიშორის შემტევი ოპერაციები, ეს უკვე წმინდა სამხედრო სტრატეგიული ტიპის კლასიფიკაცია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტობრივად კონცეპტო იცვლება მიდგომა და სწორედ ახალი დივიზიების შექმნა განსაკუთრებით ამ ახალი სამხედრო ეგრეთ ოლქების შექმნის ფორმატში, სწორედ ასეთი ტიპის ქმედებას ითვალისწინებს. სხვადასხვა 2015-16 წელს პუტინმა მოაწერა ხელი ახალ სამხედრო დოქტრინას, აღნიშნული და უშუალოდ იგივე პრინციპები იყო გათვალისწინებული სხვადასხვა, იმიტომ რომ მაგალითად სამხედრო ასე ვთქვათ შეერაღებული ძალების მიერ დათქმულ ამოცანებში, ეს არის თუ არ ვწდები მესამე თავი, პირდაპირ წერია 33 პარაგრაფი, რომ რუსეთის შეერაღებული ძალების მთავარი მისიაა ესე იგი ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის აღსრულება მსოფლიო ოკეანეთში. ანუ მსოფლიო ოკეანეთში ტერმინი წინაწერა მირავა ოკეანია. ანუ მსოფლიო ოკეანეთი რას ნიშნავს? თქვენ შემდგარად მოგეხსენებათ. ამავე დროს პირველად რუსეთის სამხედრო შემოვიდა მცნება, რომ რუსეთის შეერაღებული ძალების თურმე ინტერესებში ყოფილა, მთავარი ამოცანა ყოფილა რუსეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვა და უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიებზე. ანუ ესეც საინტერესო ფორმულაა. და აქედან გამომდინარე თუ ჩვენ ვთქვათ შევეხებით რომ ფაქტობრივად შემოიღო გერასიმოვის დოქტრინა, რომელიც ითვალისწინებს ბატონო? საბჭოთა. არა, გერასიმოვი თანამედროვე გენერალური შტაბის უფროსია, რომელიც ფაქტობრივად შემოიღო ჰიბრიდული ომის თეორია და დანერგა და რომელიც მეშვეობით რუსეთმა განახორციელა ყირიმის ანექსია, ოკუპაცია და მე ანექსია. და ეს ჰიბრიდული ომის ელემენტები საქართველოს თვითონ იმაში თვითონაც ჩვენც არის სამიზნე ამაზე, თორსა ოკუპაცია არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ეს ვთქვათ მე ვიტყოდი ელემენტი და კოშკურების აგება და პლუს გატაცება უკვე სასულიერო პირების უკვე ეს არის კლასიკური ჰიბრიდული ომის წარმოება მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, ანუ ჩვენს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე სწორედ აი ახალი მოდელის შექმნა და ორი დივიზიის დამატებით ორი დივიზიის შექმნა და ეგრეთ წოდებული ბრიგადების გარდა დივიზიების სტრუქტურაში, ანუ რუსეთი უბრუნდება 5 რგოლიან მართვის ვთქვათ სისტემას. ეს არის ასე იგი ბატალიონი, პოლკი, დივიზია, არმია და უკვე მეხუთე ემატება ახლა ოლქებში ფრონტების სახით. ანუ ფაქტიურად კლასიკურად იმეორებს საბჭოთა სამხედრო დოქტრინის პრინციპებს და ეს არის ფაქტიურად პუტინის მე ვიტყოდი ზენიტი და მისი ვთქვათ თავისი სურვილის რეალურად განხორციელება და სხვადასხვა ვლადისლავ სურკომაც აი ბოლოს იმაში აქვია თავის წერილში რომელიც ნეზავისმა გაზეთაში გამოაქვეყნა ფაქტიურად გაუკეთა ერთგვარი ვერიფიკაცია იმას რომ რუსეთი უკვე ცდილობს აღადგინოს დიდი სამჭოთა იმპერია. ეს პიტერი განაცხადა. დიახ, ეს გეოპოლიტიკური ამბიცია. თქვა ამ შემთხვევაში სამიზნე ვინ არის ხომ აღადგინა ამას უნდა განხორციელება. ერთი არის რომ თქვა შეიქმნა ეს სამხედრო ოლქები, თქვა უბრუნდება იმ მდგომარეობას როგორც იყო საბჭოთა დროს. ეს შექმნა აი ამ სამხედრო ოლქების მოასწავებს რომ ის თავდაცვის რეჟიმიდან თქვა ემზადება თავდასხმის რეჟიმისთვის და გასაგებია რომ იქნება ხო შესაბამისი მიმართულებები, გეგმები კი ბატონო, ხო აი შეტევი ტიპის ოპერაციები. მაშინ ასე ვთქვა და თუნდაც ისიც გასაგებია რომ საქართველოს ტერიტორიაზე მან მიაღწია თავის სამხედრო სტრატეგიულ მიზნებს, რომელიც მას დაეხმარება თავისი სამხედრო სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ჩრდილო კავკასიაზე იგულისხმება რა თქმა უნდა და რაც თავი სამხრეთ კავკასიაში და ასევე ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ვინ არის სამიზნე, ვის წინააღმდეგ ხსნის ფრონტს? ამით ეს არის უფრო საჩვენებელი ტიპის დაშინება, რომ თქვა ნატო გასაგებია რომ აქ ვერ განალაგებს, არა თავის თქვა საქართველოს
საქართველოს ტერიტორიაზე ვერ განალაგებს თავის სამხედრო კომპონენტს, სამხედრო ბაზებს. თურქეთში პრობლემები არის, აი ნატოს ბაზის სრულფასოვან ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რაც რასაკვირველია არ გამორიცხავს, რომ შეიძლება შეთანხმდნენ ერდოღანი და ტრამპი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და პრინციპში თურქეთმა კვლავ შეასრულოს ის დასაყრდენის როლი ნატოსთვის, რასაც ასრულებდა საბჭოთა დროს გამართული ცივი ომისას. ანუ სცენარი ცივი ომისას უბრუნდება თუ რა ახლებური ელემენტები შევიდა და ვინ არის სამიზნე? ეს არის მხოლოდ საჩვენებლად, როგორც გითხარით, იმიტომ დასაშინებლად, აი მე რა შემიძლია და რაზე ვარ წამსვლელი და ჩვენ ვიცი რომ ნატო იხევს უკან, როცა რუსეთი აჩვენებს რაზეა წამსვლელი. ხო ჩვენაც ვიცით საქართველოს მაგალითზე, ჩვენაც ვიცით თქვა უკრაინის მაგალითზე. თუ ის აპირებს თქვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმასაც. აი ეს საინტერესო, რატო რუსეთი აპირებს კომბინირებული ელემენტების შეთავსებას? მე ნაგითხრათ რომ ეს ყველაფერი მართულია პირველ რიგში დასავლეთ ნატოსა და ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მოგესალმებით, დღეს სწორედ პოლონეთში უკვე დაიწყო ამერიკული კონტინგენტის განთავსება და ფაქტობრივად ეს ისტორიული მომენტია. ეს გაცხადებული ხო იყო პრინციპში. და უკვე დღეს უკვე დაიწყო ამერიკის კონტინგენტის განთავსება პოლონეთის ტერიტორიაზე და შესაბამისად აი ეს ძირითადად პროსტორეთ სამხრეთ მიმართულებით დაუშვათ გაძლიერება სამხრეთ კომპონენტებისა და უბრალოდ ორი დივიზიის დამატება რა თქმა უნდა ეს მიმართულია შავი ზღვის აუზის აკვატორიაში თუნდაც იგივე მოხდეს შეკავება როგორც რუსები თვლიან ნატოსა და ამერიკის ასე ვთქვათ ძალებისა ეს აქეთ კარი მიმართული და ყველანაირად შეეცდებია რომ თუნდაც იგივე შავი ზღვისთვის მიდის შავი ზღვის ბრძოლა შავი ზღვის ბუნებრივად თუ ნახეთ როგორ სიტუაცია რუსებმა კარად გამოიყენეს სამი ზღვის ასე ვთქვათ კომპონენტის ფაქტორი თავის გეოსტრატეგიულ საკითხებში. აზოვის იმაში, რა ქვია, ზღვაში მათ შექმნეს ფაქტობრივად აზოვის ფლოტილია, სადაც არის გაერთიანებული 120 სამხედრო გემი. კასპიის ფლოტილია ფაქტობრივად გადაკეთდა კასპიის ფლოტად, ნახეთ, საინტერესო ის არის და მათ გააძლიერეს ფაქტობრივად დამტყმელი ასე იგი საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების, ანუ კალიბრების ასე ვთქვათ, კუთხით არის შეერაღებული რამოდენიმე ფრეგატი, ანუ კასპიის ფლოტის შემადგენლობაში არის 80 სამხედრო გემი. რუსეთმა მიაღწია კასპიის სამართლებრივი სტატუსის მიღწევას თავის ზეწოლის კუთხით და ფაქტობრივად დაარეგულირება ურთიერთობები და ამით აღადგინა ირანის მმართველების ასე ვთქვათ ფორმატი და ფაქტობრივად შექმნა ირანთან სტრატეგიული მოკავშირეობა, სამხედრო მოკავშირეობის ფაქტობრივად ღერძი. ფაქტობრივად აზერბაიჯანი მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ, უკვე საუბარია რომ შეიძლება აზერბაიჯანი გახდეს ყველანაირად შანხაის თანაორგანიზაციის წევრი და ეხლა იხილება რომ მაპის სტატუსი მიიღოს, პირობით მაპის სტატუსი მიიღოს იგივე ოდეკპ-ის შემადგენლობაში, ანუ კოლექტიური საფრთხეთა ორგანიზაციის შემადგენლობაში არის მოსკოვის სპონსორებული სამხრეთ პოლიტიკური ბლოკი, რომელიც დღეს უპირისპირდება ნატოს, ეს საინტერესო ფაქტია. სომხეთში შეიქმნა სომხეთის კოალიციური დაჯგუფება, რომელიც საერთო რაოდენობა შეადგენს 25,000 ასე ვთქვათ სამხედრო სამსახურეს. არა, ეს შეიყვანა 2016 წელს გაფორმდეს ოფიციალურად. ოქტომბერ აფხაზეთში შეიქმნა აფხაზო-რუსული სამხედრო კოალიცია. ნახეთ, კოალიციებში აკეთეს ფაქტიურად, აი კალისისა, ბუნებრივია. 2014 წელს რომ დაიდო რა შეთანხმება აფხაზეთსა და დღეს უკვე კოალიციამ უკვე მიიღო კონკრეტული ტიპის მე ვიტყოდი. ეს არ არის ვირტუალური მასე, ხალხად დაწერილი კოალიცია, რომ უკვე მას კადრირებული ისა გადადის უკვე რეალურად 80%-ია დაკომპლექტებული როგორც პირველი და ესე მეორე კოალიციების შემადგენლობაში. რუსეთი ასე ვთქვათ გააძლიერა ოკუპირებულ სქემას რეგიონში მეოთხე ბაზა და ბუნებრივია და საინტერესო მეტია რომ აი ორი დივიზია. ნახეთ, ყველა საინტერესო მეტია რომ ორი დივიზიას განთავსებას ის აპირებს სწორედ აი ეგრეთებული ბრიგადული დონიდან დივიზიის დონეზე გადასვლის ამ რეფორმების დონეზე და მე-19 მოტოცროლელი ბრიგადა, რომელიც იყო განთავსებული ჩეჩნეთში, გადაკეთება მე-19 მოტოცროლელ დივიზიად. ამავე დროს ამას დაემატება დიახ, რა თქმა უნდა. ამავე დროს შეიქმნა ახალი დივიზია, რომელიც ასევე იქნება განთავსებული 58 არმიის შემადგენლობაში. 150 დივიზია განთავსებულია მერვე საარმიო კორპუსის შემადგენლობაში, რომელიც ფაქტიურად მერვე არმიის ასე ვთქვათ ფუნქციასაც ასრულებს და შესაბამისად კიდევ მანამდე კიდევ არის 52 დივიზია, ეგრეთ ჩეჩნური დივიზია, რომელიც განლაგებულია სწორედ საქართველოს სიახლოვეს. ანუ კიდევ ერთი იმასია, რომ მეორე დივიზიის, მეოთხე დივიზიის განლაგებას რუსები აპირებთ დაღესტანში, ეს არის 116 მოტოცროლელი ბრიგადა, გადაკეთება უკვე ალბათ რომელი რიგის დივიზია იქნება მე-18 პირობით და მონიტორინგ მოტოცროლელი დივიზია, ანუ ფაქტობრივად 4 დივიზია, 2 დივიზია განლაგებულია მერვე არმიის შემადგენლობაში, 2 დივიზია, ანუ მე-19 და 52 დივიზია განლაგებული იქნება 58 არმიის შემადგენლობაში. ორივე არმია, ანუ 58 არმია და მერვე არმია, რომელიც ეხლა შექმნილია სხვადასხვა ის შეიქმნა სულ რაღაც ერთ წლის უკან ფაქტიურად. ორივე არმიის ოპერატიული ზონას მოიცავს საქართველო. 58 არმიის შემადგენლობაში პირდაპირ არის 58 არმიის სარდალს პირდაპირ ემორჩილება
ოკუპირებულ აფხაზეთის ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მეოთხე სამხედრო ბაზის მეთაური და ბუნებრივია მისი ეს კომპონენტია 58 არმიაში იქნება 2 დამატებითი დივიზია, ანუ ახეთ რუსეთი ქმნის 3 ეშელონიზირებულ მე ვიტყოდი სისტემას, რომელიც მართული იქნება. მაგრამ ვისგან ელის ვახტანგ თავდასხმას, ახლა რა თქვენ ჩამოთვალეთ კიდე და რაც იყო მე ანუ ბოდიში ეს არის გამეორება საბჭოთა ტიპის ანუ ამიერკავკასიის სამხედრო წითელშოვანი ოლქის სისტემისა. მაშინაც იყო ჯერ პირველ ეშელონი, მეორე და მესამე ეშელონი. პირველ ეშელონი იყო უშუალოდ სამთკავკასია, მეორე ეშელონი იყო ჩრდილო კავკასია, მესამე ეშელონი უკვე შიდა რუსეთის ტერიტორია ვოლგოგრადსა და როსტოვის ასე ვთქვათ შემადგენლობა, რომელიც ფაქტობრივად გათავსებული იყო, რომ მოეხდინა შემდგომი ოპერაციის განხორციელება ნატოს სამხრეთ ფლანგის მიმართულებით. ანუ აი ამ ამიერკავკასიის სამხრეთ ოლქში უნდა გადაკეთებულიყო ფრონტად რომლის რაოდენობა იქნება დაახლოებით 6-7,000 ადამიანი და მათ უნდა დაეწყოს სამბრძოლო ოპერაციები პირველი თურქეთის მიმართულებით, ბალკანის მიმართულებით და მეორე უნდა დაწესულიყო ანუ აღმოსავლეთის მიმართულებით. ანუ ეს იყო განსაზღვრული საბრძოლო დოქტრინისეული პრინციპების მიხედვით. ანუ ფაქტიურად იგივე მოდელს უკვე ეგრეთ წოდებული მოდერნიზებული ვარიანტით დღევანდელ რუსეთის გენერალური შტაბი ეროვნული თავდაცვის ცენტრი უკვე აპირებს განახორციელოს უკვე ასე ვთქვათ შავი ზღვის აუზის რეგიონის ფორმატში, იმიტომ რომ აქ უკვე შედის სამხედრო ოლქს დაექვემდებარება ასევე შავი ზღვის ფლოტის ასე ვთქვათ ხელმძღვანელობაც, რომელიც ექნება ავტონომიური ასე ვთქვათ მოქმედების უნარი, მაგრამ ფორმალურად ის იქნება სწორედ სამხედრო ოლქის ასე ვთქვათ შემადგენლობაში, ოლქების შემადგენლობა გადავა და ბუნებრივია სამეშელონი სისტემა. ნახეთ როგორი სისტემა. პირველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს არის ცხინვალის მე-7 და მე-4 ბაზები, მეორე ეშელონი უშუალოდ გაფართოებული შეკავკასიაში არის 59 არმია, 58 არმია და მე-8 არმია და მესამე ეშელონი არის ეგრეთწოდებული აი 4 დივიზია, რომელიც 4 დივიზიის შემადგენლობა დღეს რუსეთის საშტატო ასე ვთქვათ აგრესიის მიხედვით დივიზიის რაოდენობა მოიცავს 30,000 ადამიანს. 30,000 ადამიანს გამოვიდა 4-ზე გამოდის 120,000-იანი ფაქტიურად უკვე დაჯგუფება იქნება განთავსებული ერთიანი არმია უკვე მესამე ეშელონის ფორმატში. დიახ, გასაგებია. მაგრამ ხო არის კიდევ ეს გამოდის რომ ეს რაზეა გათვლილი, ეს არის ჩვენზე გათვლილი. საბჭოთა დროს გასაგებია რომ იყო გათვლილი თურქეთზე და თურქეთი იყო ესეთი სისხლისმიერი მოკავშირე ვთქვა და სისხლისმიერი წევრი ნამდვილად, ორგანული წევრი ნატოსი. და გასაგები იყო რა საფრთხეები იყო ვთქვა ახლო აღმოსავლეთში უფრო სხვაგვარი სიტუაცია და მდგომარეობა იყო, მაგრამ ახლა ეს გამოდის, ეხლა ვარ დარჩენილი ვთქვა ჩვენ, ხო? ყველაზე ესეთი აქტიური საფრთხე, იმიტომ რომ ეს არაფორმალური კოალიცია ირანი, თურქეთი და რუსეთი. ხო, ეს ალკესალ კი მესმის ალკესაურისე, მაგრამ რა გამოდის ზარბაზანს ესვრის ჩიც, ანუ ჩვენ, აი ჩემს თუ ახლა ისევ დაიქცება როგორც 21 წელს ხო, ეს გაწითლება რომ მოხდა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების, ეს რომ დაიძრა ასე ვთქვა, წითელი არმიები რაღაცა, აი ხო, აი რაღაც ცოტა კომიკურია, არა, იმიტომ რომ ეს ამდენი და ძალიან აუვნეთ მაღალ პროფესიონალურ ანალიტიკურ უნარს, რაც ძალიან იშვიათობა ქართულ ჟურნალისტიკაში და მე მართლაც გამოხატავ პირადად თქვენს უმღერს პატივისცემას, იმის გამო რომ თქვენ გაქვთ სტრატეგიული აზროვნების უნარი, რაც საკმაოდ დეფიციტურია დღევანდელ ქართულ მედიაში, სამწუხაროდ აღნიშნავ. ამიტომ აქედან გავდეთ თქვენ სწორედ ჩატვით არს. ჩვენ რუსეთი უბრუნდება არა იმდენად უფრო კლასიკურ ცივი ომის პარადიგმას, არამედ უფრო იყენებს მე ვიტყოდი ეს ვთქვათ ოქტომბრის მაგათ ვილაპარაკო ტერმინოლოგიით, ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვრების შედეგად მიღწეულ გეოპოლიტიკურ მე ვიტყოდი ასე ვთქვათ პარადიგმას ემსგავსება, როდესაც ნახეთ როგორი სიტუაციაა. ჩვენ ისტორიას ძალიან ცუდად ვსწავლობთ. ნაკლებად არის ცნობილი 2021 წელს ოკუპაციის პირობებში, რომ პირველად საბრძოლო ოპერაციები დაიწყო არა წითელმა რუსეთმა, არამედ ანატოლიის მთავრობამ. იმიტომ რომ 2021 წლის 5 თებერვალს ანატოლიის მთავრობამ წარუდგინა საქართველოს დემოკრატიულ ულტიმატუმი, რომ საქართველოს შეეძლო უნდა დაეტოვებინა სამხრეთ რეგიონები და ანუ ეს დაეცალა თურქეთის მაშინდელი შეღწალებისას. და პირველი შეტევა დაიწყო სწორედ სამხრეთიდან. იმიტომ იყო რომ გენა კუინაძე იძულებული იყო მოეხსნა ის ნაწილები, რომლებიც იცავდნენ აღმოსავლეთის მიმართულებას ბოლშევიკურ სესაგან გადმოეცვა სამხრეთში და მეორე ბოლშევიკებმა უკვე შულავერში დაიწყეს ეგრეთ წოდებული ამბოხის იმიტაცია შემოიჭრა სწორედ მაგ პერიოდში, ანუ ეს კოორდინირებული და კოორდინირებული ორი ქვეყნის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. ანუ გასაგებია ხო რადგან არის საუბარი და ამან გამოიწვია უკვე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრული კრახი. აი ახლა ციგა ვარიანტია, ახლა ციგა ვარიანტია. დღეს როგორი სიტუაცია? დღეს თურქეთი და მოსკოვი რამე პარადოქსულად არ უფრო არიან სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობაში და როგორ ამას დე-ფაქტო კოალიცია, მაგრამ ეს რეალურად ასია. იმიტომ რომ თურქეთი უკვე მზად არის შეიწყოს რუსული სტრატეგიული შეერაღება. ფაქტობრივად მოსკოვი და ანკარა თანამშრომლობენ სირიის კონფლიქტის მიმართულებაზე და სხვადასხვა
თურქეთის ულტიმატუმის შედეგად ამერიკის პრეზიდენტი იძულებულიყო გამოიყვანა ამერიკის გასაბრძანება ამერიკის 2000 მონეტას გამოყვანეს სირიიდან, ეს ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ერდოღანის ულტიმატუმის შედეგად ტრამპმა მიგადაწყვეტა რომ გამოიყვანა. ამდენ ხა მართალი იყო თუ არ იყო ეს ცალკე საბურის თემაა. მაგალითად რომ ეს აბსოლუტურად იყო მე ვიტყოდი გაუმართლებელი ის ქონა ბიჭი, მაგრამ ნუ ეს ჩემპიონატ მოსერება, მაგრამ ყოველთვის მოხდა ისაც მოხდა. მაგრამ ეს იყო სწორედ ერთგვარად მე ვიტყოდი თურქეთის ზეწოლის შედეგად. ნახეთ, თურქეთი და მოსკოვი თანამშრომლობენ სწორედ აღმოსავლეთის მმართველობით. გარკვეულწილად შეიქმნა სამკუთხედი არაფორმალური მოკავშირეობისა, ნუ სტრატეგიული პარტნიორობისა, ეს არის მოსკოვი, ანკარა და თეირანი და გუშინდელი განცხადება ირანის პრეზიდენტისა, ხო, როუხანის პრეზიდენტს საქართველოს მიმართ, ხო? ხო, ეს არა მხოლოდ სომხეთი აზერბაიჯანი შედიოდა. აქ ფაქტიურად უკვე დაფიქსირდა უკვე რეალური ის გადათამაშება, რომ ეს იყო ფაქტობრივად წყალის დასხმა, თუმცა გავახსენოთ ხო მაყურებლობაზე ლაპარაკი ის რომ გაიხსენა ირანის პრეზიდენტმა რომ საქართველოს ეს იყო რატომღაც ესე თქვა რომ ირანის პროვინცია ყოველთვის არის ეს ამდენს პროვინცია ნამდვილად არ ყოფილა გავლენა იყო გავლენის სფერო იყო მაგრამ პროვინცია არ ყოფილა არ მიუერთებია მაშინ როცა ოსმალეთის იმპერიის შემთხვევაში აი აჭარა და თქვა სამცხე ნამდვილად შედიოდა ვილაიეთების ამას ის ზავის პირობების მიხედვით ხო ტერიტორიული ერთეული შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ ეს ქართლ-კახეთის შემთხვევაში და ირანის შემთხვევაში ასე არ ყოფილა, მაგრამ მართალია იქ ნახსენები იყო სომხეთის ტერიტორიაზე და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ მოხვდა გულზე ის, რაც ჩვენთვის არის ჩვენ ჩვენი თავი ხო დაფიქსირდა. ანუ ჩვენ თავი ვიდარდოთო, ხო, ესეთ ის არის, ამიტომ არა მარტო, მაგრამ ირანმა წამოაყენა უკვე ჰეგემონიის პრეტენზია კავკასიის რეგიონში ბუნებრივია. ანუ გააცხადა ხმამაღლა თავის ინტერესის ბუნებრივია. და აქედან გამომდინარე დღეს რუსეთის არის ყველაზე მომგებიანი არა მარტო გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული ფონი, რომ მოახდინოს გაძლიერება თავისი ძლიერებისა უკვე რეგიონულ მასშტაბში. ანუ მე თუ სწორად გავიგე, პრინციპში გამოდის, რომ სხვადასხვა სულ ფიქრობდი ადრე სანამ ირანი გააცხადებდა თავისი აი ამ ხმამაღლა იტყო და თავისი ამ ამბიციის შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვიცით, რომ მას ეს ამბიცია ქონდა, აქვს უბრალოდ ხმამაღლა არ უთქვამს ამ დრომდე, აი გუშინდელ დღემდე ეს არ უთქვამს ხმამაღლა. აი მე სულ მაინტერესებდა, იმიტომ როგორ გაიყოფენ მეთქი საქართველოს ამ შემთხვევაში და სამხრეთ კავკასიას, რუსეთი, თანამედროვე თურქეთი და თანამედროვე ირანი, იმიტომ რომ ეს სამი ყოველთვის იბრძოდა გავლენის სფეროსთვის აი ამ ტერიტორიაზე და დედამიწის აი ამ მონაკვეთში. მაგრამ როცა ამას აცხადებს, თქვათ როუხანი, რომ მას აქვს თავის ინტერესი და იხსენებს, რომ იყო პროვინცია, ჩვენ ვიცით, რომ ასევე იხსენებს ერდოღანი, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი იხსენებდა ოსმალეთის იმპერიას სად იყო გადაჭიმული და იქ თქვათ ხდებოდა ბათუმი, ანუ აჭარა მთლიანად. ეს განცხადებები ხომ ყველაზე მეტად გულზე ხვდება რუსეთს. არა? იცით რა არის? იმიტომ რომ არ მგონია მე ყოველ შემთხვევაში მე ხარ როგორც ერთ ჟურნალისტ ერთ ადამიანს, არ მგონია მე რომ რუსეთი აპირებდეს სამხრეთ კავკასია გაუნაწილოს თურქეთსა და ირანს, რაოდენ მათ შორის ახლა ჰარმონიული ურთიერთობები უნდა იყოს. ანუ ამ თუ იმას გაუთვალისწინებთ, კი ბატონო, თუ იმას გაუთვალისწინებთ, დღეს კავკასია გადაიქცა თქვენ სწორად აღნიშნეთ. ნატოსა და რუსეთი დაპირისპირებს ანუ ახალი ცივი ომის ფორპოსტად და თუ იმას გაუთვალისწინებთ, დღეს სჭირდება სტრატეგიული მოკავშირეები რათა რუსეთი დაუპირისპირდეს მოქრინად ეფექტურად იგივე ნატოს როგორც ისინი ექსპანსიას, შავ საკვატორიის მიმართულებით და ასე ვთქვათ, მათი გავლენის უშუალო გავლენის ზონის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, აი ეს განცხადება უფრო აწვავს, უფრო მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, იმიტომ რომ ნახეთ დაპირისპირების მოდელი. ნახეთ როგორ მომეტია დღეს ირანი უპირისპირდება ამერიკას. ანუ ესენიც არიან ჩემთან ერთად. ამერიკა დღეს უპირისპირდება ირანს, რუსეთი უპირისპირდება ასე ვთქვათ ამერიკას. და შესაბამისად თურქეთსა და ამერიკას შორის არის საკმაოდ არც თუ ისე იული ურთიერთობები. ანუ ჩემი ვასალის ფერი, ნუ ასე ვთქვათ გამოდის ჩემი ვასალი, ხო გამოდის. ხო ასე ეს ლოგიკა რო ისაქმნათ. ხო აქედან გამომდინარე დღეს რუსეთს სჭირდება, ნახეთ რუსეთის გაძლიერება იგივე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა, ხო ირანის გაწევრიანების ტენდენცია უკვე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში კასპიის სამართლის სტატუსი რა ქვია, ბატონო? ცოტა მეჭება, ჩინეთი დათანხმდება ამაზე. დღეს ჩინეთსა და ამერიკას შორის არის საკმაოდ რთული ურთიერთობები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება დათანხმდეს. არა, რატომაც არა, პირიქით, ჩინეთს ძალიან მომგებიანია, სხვადასხვა შორის ირანის სახალხო. ჩინეთი დათანხმდა ესეთი ოდიოზური ქვეყნების მიღებაზე, როგორც არის პაკისტანი, ინდოეთი, ხო? ნახეთ ჩინეთი დათანხმდა, რომ ინდოეთი გამხდარიყო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო. იმპერიოჩერთა ჩინეთსა და ინდოეთში გაცებრ დიდი მეტოქეობა გეოპოლიტიკური. ისმის, მაგრამ ხა ინდოეთისა და ირანის სამხედრო კომპონენტის მიხედვით შედარება ცოტა ისეთი
არა, მე არ ვიტყვი რომ ირანის შერეღებული ძალების კომპონენტი საკმაოდ სერიოზულია. და იმას ვამბობ, რომ ირანმა მიიღო საკმაოდ დიდი გამოცდილება. ირანი დღეს უმკლავდება დაუშვათ იგივე რამდენიმე სახელმწიფოს ერთდროულად, ეს არის საუდის არაბეთი და მისი კოალიცია, ისრაელი. ირანი ასე გარკვეულწილად ასევე უმკლავდება დაუშვათ იგივე ისლამურ სახალიფოს სირიაში და პლუს კიდე ასევე აწარმოებს მე ვიტყოდი ეგوار სამხედრო მეტოქეობას სპარსეის ყურეში ამერიკის შეერთებულ შტატებთან თქო წარმოიდგინე ამ დონეზე უკვე მისული ბუნებრივია აქედან გამომდინარე ხა ინდოეთსაც ბუნებრივი შერეღებული ძალები საკმაოდ სერიოზული ინდოეთს უბრალოდ ირანს შეიძლება განსხვავებული გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ჩინეთისა და ირანის შორის თანამშრომლობა არის საკმაოდ საინტერესო მომენტი რა იმიტომ რომ დაგვაწყოს რომ გარკვეულწილად ირანი ჩინეთი ეხმარებოდა ირანს თუნდაც იგივე სარაკეტო ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიების განვითარებაში ამავე დროს ირანსა და ჩინეთს შორის არსებობს გარკვეულწილად ეკონომიკური თანამშრომლობის საკმაოდ საინტერესო მოდელი ანუ ის მომენტი როცა არის ერთი გზა და ერთი სარტყელი რომელსაც დღეს ჩინეთმა გამოაცხადა 400 მილიარდიანი დოლარიანი პროექტის განხორციელება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ირანსაც მოიცავს როგორც აი ამ სარტყლის ბუნებრივია ანუ აქედან გამომდინარე ირანს და დაუშვათ ჩინეთს გააჩნია საერთო ინტერესები აღმოსავლეთში ეგეც საინტერესო ფაქტია და გარკვეულწილად მათი ინტერესები იკვეთება დაუშვათ სუდანის მაგალითზე და ასე შემდეგ. ასევე ინდოეთი ირანის ნავთობის ექსპორტში დაინტერესებული ასევე ჩინეთიც, რომელიც ფაქტიურად იგივე ტაპის იმას აქვია პროექტსაც კილობირებდა, რომელიც ითვალისწინებდა დაუშვათ ინდოეთიდან და გაზისზეა საუბარი. ირანიდან დაუშვათ გაზის გაყვანას ინდოეთთან ჩინეთამდე ფესამოვეს ასევე პრობლემას არ წარმოადგენდა ეს პროექტის განხორციელება. ამავე დროს ირანისა და ჩინეთის ინტერესები იკვეთება ავღანეთში სხვადასხვა მათ საერთო ინტერესები გააჩნიათ თუნდაც იგივე თუნდაც პაკისტანის დასაბალანსირებლად თუნდაც იგივე ჯიჰადისტური გაერთიანებების თალიბანისა და იგივე თუნდაც თურქესტანის ისლამური ფრონტის საწინააღმდეგოდ ანუ აქ უკვე პლუს კიდე მათი ინტერესები იკვეთება ცენტრალურ აზიაშიც იმიტომ რომ ირანი და დღეს ჩინეთი არიან ცენტრალურ აზიის თავი ჰეგემონი მე ვიტყოდ სახელმწიფოები ანუ აქ უკვე ძალიან ბევრი ურთიერთგადამკვეთი მომენტია ამიტომ ბუნებრივი ლოგიკური იყო რომ ინდოეთი და ესა ირანი და ჩინეთი ყოველ შემთხვევაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ჩინეთი ლობირებს ირანის შეყვანას ამ გაერთიანებაში. ეხლა დავუბრუნდეთ ისევ სამხრეთ კავკასიაში და თქვა ეს როგორც თქვენ ძალიან თემანის რეზუმირებას გავუკეთებ რომ ირანის ეს განცხადება ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე, იმიტომ რომ თქვა დასავლეთს ამ შემთხვევაში ნატოს აჩვენებს, რომ ირანი და რუსეთი გამოდიან კი ბატონო ერთი ფრონტით აი სამხრეთ კავკასიაზე გავლენის აღსადგენად. მაგრამ აი საქმეზე რომ მიდგეს მე ამაზე გულისხმობ, მე არ მგონია მეთქი რომ რუსეთი იმიტომ ზრდიდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ერჩვია ეს რა ვიცი თქვენც მითხარით რომ მხოლოდ იმიტომ ზრდიდეს აი ამ თავის სამხედრო კომპონენტების სამხედრო მოცემულობას მხოლოდ ნატოს საფრთხის გასანეიტრალებად. არამედ მე ვფიქრობ რომ შეიძლება ამ თავის მოკავშირეების თურქეთი და ირანი იმიტომ რომ მე რუსეთი არ მიეკუთვნება იმპერიების რა დამასწარეთ იმიტომ რომ მე მეთქო რომ ფაქტიურად რუსეთის სამხედრო მზაობა უფრო მერტული არ ამიტომაც საქართველოს ამიტომაც თურქეთის მე ვიტყოდი ერგვარად ფარული გავლენის მოსახდენად ესე ვთქვათ ესე ველაპარაკოთ იმიტომ რომ ამით უკვე რუსეთი აფრთხილებს თურქეთს რომ ის შესაბამისად გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან და რუსეთის სამხედრო მზაობა საკმაოდ იყოს ადეკვატური დაუშვათ სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ბუნებრივია ასევე ეს გარკვეულწილად არის ერგვარი გამოწვევა ფარული გამოწვევა ირანისაც თავისთავად ცხადია და აქედან გამომდინარე რუსეთის სამხედრო ანუ პოტენციალის და გეოსტრატეგიული ასე ვთქვათ ამბიციების წარმოჩენა ასე უკავშირდება რომ კავკასიის რეგიონის მეშვეობით რუსეთი გადის პირდაპირ ცენტრალურ აზიაზე, კასპიის ბასენის მიმართულებით და გადის ასევე სხვადასხვა იგივე სამხრეთით აღმოსავლეთზე და შავი ზღვის აუზის ბასენის მეშვეობით უკვე ბალკანის მიმართულებით, რომელიც ასევე რუსეთის განსაკუთრებული გეოსტრატეგიული არეალის კონტექსტშია და მე უნდა გითხრათ რომ სწორედ მე ვიტყოდი ჰიბრიდული ომის მომენტი რაც მოხდა რუსეთთან განახორციელა თუნდაც მონტენეგროში როცა რუსეთი სპეცსამსახურებმა განახორციელეს სამხედრო გადატრიალების ცელობა მონტენეგროში და პლუს კიდე ის შესაბამისად ავითარებენ ბულგარეთში და სერბეთში ახორციელებენ თავენ გავლენის აგენტების გაძლიერებას და ასე შემდეგ ბუნებრივია ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა მოეძო ისე როგორც დაუშვათ თავარი საყტენი განხორციელება უკრაინაზე დაუშვათ ზეწოლის განსახორციელება. ჩვენ ამ შემთხვევაში უკრაინა თითქოს დარჩა, აი იქით ამ მიმართულება რატო აქვს მოშიშვლებული?
რატო აძლიერებს ხო პრინციპში ორივე მიმართულება ხო იქ ლაპარაკი იყო თქვა და ბრიტანეთის შესაბამისად სამსახურმა თქვა რომ უკრაინაც იყო ნახსენები და გასაგებია უკრაინაში ახლაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და პირდაპირ მიიერთა თქვა უკრაინის ტერიტორია რამდენი ჩვენ არ უნდა რამდენიც არ უნდა ვიმეოროთ რომ ეს იყო ოდესღაც რუსეთის შემადგენლობაში და საფრთხეთოს გადაეცა ფაქტია რომ რუსეთმა ესე უცერემონიო და შერჩა მიიერთა უკრაინის ტერიტორია იმ უკრაინისა რომელიც იმ საზღვრებში და ყირიმიანა აღიარა გაერომ და საერთაშორისო ორგანიზაცია რუსეთმაც აღიარა სხვადასხვა მე რუსეთმაც რასაკვირველია როგორც დასაკვირველია გაერომ თუ აღიარა პირიქით უკაცრავად ლისაბონის ხელშეკრულების 94 ლისაბონის მიხედვით პირიქით რუსეთი გავდა გარანტი ბირთვული საფრთხეების ამაზე მეტი თავხედობა რა შეიძლება აუხსნათ მაყურებელს რომ ბირთვული იარაღის სანაცვლოდ რომელიც იყო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი გახდა გარანტორი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და რის გამოც უკრაინამ დათმო თავისი ბირთვული იარაღი მაგრამ აი ესეთი რაღაც მოხდა ის ფრონტის ის მიმართულება რატო დარჩა თითქოს მოშიშვლებული იქ რამე სამხედრო გადაჯგუფება არ ხდება აი ეს მიმართულება რატო არის უფრო აქტუალური ხა უკრაინა რაც უნდა იძახონ რუსებმა და თქვა ჩვენ ვიცით რომ მნიშვნელოვანია მათთვის სამხრეთ კავკასია უკრაინას კიდევ უფრო სხვა დატვირთვა აქვს ხო გარდა სტრატეგიულისა ისე ამბობენ ეს ერთი და იგივე რებოზობს რუსეთის ისტორია იწყება კიევის რუსეთის ისტორია და იქ სხვა ნიუანსებია კიდე ის რატო დარჩა თუ იმ მიმართულებით რა ხდება მე გეტყვით რომ რუსეთს დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლეთ და სამხრეთ მიმართულება ჩვენ ახლა გავიხილეთ რუსეთს როგორ ესახება სამხრეთიდან ანუ მის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა დასავლეთის მე ვიტყოდი საზოგადოებისა. თითქოს ამერიკის შეტევის ანუ ჩვენ ამ სცენარზე ჩვენ შევხედეთ განავითარეთ ეს იდეა. თუმცა დასავლეთის მიმართულებით არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება. შემთხვევით არ არის რომ ამერიკელებმა განათავსეს ეს კონტინგენტი პოლონეთში, ბალტიის სახელმწიფოებში და რუმინეთში. ფაქტობრივად ეს უკვე მაგას ნიშნავს, ანუ რომ უკვე განთავსება უკვე დაიწყო განთავსება. მეხუთე მუხლი ამოქმედა სხვა შორის ნატოსი. ამაზე მეტი ის რა უნდა იყოს. ხო, მაგრამ ვინ დაესხა თავს? არა, იქ საკმაოდ რუსეთმა საკმაოდ სერიოზული სამხედრო ისა დასავლეთის სამხედრო სტრატეგიული სარდლობის კუთხით. ნახეთ, თუ სამხედრო ოლქება გადავიდა, დასავლეთში იქნება ორი სამხედრო ოლქი. თაჯი სამი სამხედრო ოლქი უკაცრავად. შეიძლება გადაკეთდეს, ანუ რომელებიც იყო ლენინგრადის სამხედრო ოლქი, მოსკოვის სამხედრო ოლქი და უშუალოდ დასავლეთის სამხედრო ოლქი, ალბათ ეს სამად დარჩება და პლუს კიდე ბელორუსია, რომელიც არის რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე და მისი გაერთიანებული სახელმწიფოს შემადგენელი, რომელიც შეერაღავ ძალებს საკმაოდ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენენ, მათ უკვე დაამტკიცეს სამხედრო სტრატეგიული სარდლობა დასავლეთი 2018-ის ჩატარების დროს, რომ მათ შეუძლიათ საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეუქმნან იგივე სკანდინავიას, ბალტიის სახელმწიფოებს და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს და იქ უკვე დაიწყო განთავსება ბირთვული შეარაღების ელემენტებისა. სხვა შორის ბირთვული შეარაღება რუსეთმა ჩვენ ტრანსგანალაგა 50 არა 52 არმიის შემადგენლობაში მოსდოკის ბაზაზე განთავსებულია 4 ანუ ასე ვთქვათ სარაკეტო ბატარეის კომპლექსი ეს არის ისკანდერი-M რომლის რაკეტა M729 რომლის რადიუსი არის 500 კილომეტრზე მეტი ანუ პირდაპირ ანუ ასე ვთქვათ ერთგვარად ბირთვული სიმულაციური დარტყმის იმას წარმოადგენს. მე მეკითხავთ რომ რუსეთმა მოსდოკიდან განახორციელა დარტყმა. ნუ ამ შემთხვევაში ასე თქვა საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ მათ უკვე გამოიყენეს. მათ უკვე მოსდოკიდან განახორციელეს დარტყმას გორისა და ფოთის მიმართულებით, ანუ უკვე ერთხელ უკვე ესახნეს. ხო, ბუნებრივია, მაგრამ იმიტაცია იყო ბირთვული დარტყმის იმიტაცია. დღეს მათ კიდევ უფრო გააძლიერეს და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა სერიოზული იმას წარმოადგენს და პლუს კიდე რუსეთმა განათავსა უკვე ორი ფრთა ეგრეთ წოდებული მეოთხე პლუს თაობის ავიაგამანადგურებლების რომელიც შეუძლია ბირთვული ტაქტიკური იარაღის ფლობა ეს არის Su-34 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები რომელიც განთავსებულია მოსდოკის სამხედრო ბაზაზე. დიახ და არ არსებობს ხო გამოუვალი სიტუაციები და მე ჩვენ მაყურებელმა ისე გაიგეს რომ თითქოს ახლა აპოკალიფსი ახლოვდება და რახან ეს ყველაფერი მოხდა აუცილებლად მთელი ეს ბომბები და მთელი ეს შეერაღება ჩვენ დაგვაცვიდება თავზე მე ერთი წუთითაც ვთქვათ არ ვუშვებ ამ სცენარს თეორიულად პრაქტიკულად თუმცა თეორიულად არაფერი არ არის გამორიცხული ჩვენ ვთქვათ მსჯელობ და დასაშინებლად და აქვე მინდა ვთქვათ კითხოთ რომ არსებობს ანუ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს და შექმნილი წინააღმდეგობა შექმნილი საფრთხე არის ასევე გამოსავალიც. თუ ამ სიტუაციას დაძლევ წარმატებით, ეს შეიძლება იყოს წინსვლის, ამ შემთხვევაში საქართველოსაც იყოს შანსი განვითარებისთვის და პირიქით საფრთხეს განეიტრალებისთვისაც. მაშინ, როდესაც ასეთი გადაჯგუფებები არის რეგიონში და თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ და ნატოს სურს თავისი გავლენის შენარჩუნება ახლო აღმოსავლეთში და გასაგებია ხო მაგ აქვს თავისი ინტერესები სურს მიეხმაროს ისრაელს. ეხლა მე არ მინდა მარტივად და სქემატურად თუ ამბობ, გასაგებია რომ ჩვენ რჩებით ერთადერთ კეთილ მოკავშირედ
კეთილ და ერთგულ მოკავშირეთ აი ამ თელს გაყოლებაზე არა ახლო აღმოსავლეთამდე აი ფეხის ჩასადგმელ ადგილად ამ ტერიტორიად როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ აი ეს დაჭირვება რომ ვჭირდებით ჩვენ ნატოს თუ კი ნამდვილად ეხლა ხედავთ ხო რომ პრინციპში არ იღებს ალიანსი უკან და რაც თქვა ის რომ თავენ სარაკეტო სისტემებს განალაგებენ ევროპაში ამის საპასუხო არის ის რასაც რუსეთი აკეთებს და ის ფაქტიც რომ თქვათ შეწყდა პასუხი რუსეთის აგრესიულ ქვეყნებისა რომლებიც რუსეთმა განახორციელოს ნატოს წინააღმდეგ ნატოს წინააღმდეგ ეს აუცილებლად ხო ჯერ რუსეთმა განახორციელა ნატოს წინააღმდეგ შემდეგ ნატომ განაცხადა რომ განალაგებდა თქვა თავის სარაკეტო სისტემებს ნატოს წევრ ქვეყნებში ევროპის ტერიტორიაზე შემდეგ ეს მოხდა რომ ეს ხელშეკრულებიდან გამოვიდა ხო ორივე მხარე საშუალო და მცირე რადიუსის ვაშინგტონის ვაშინგტონის ხელშეკრულებიდან კი ბატონო და დაიწყო უკვე თუმცა პუტინმა თქვა რომ მე არ ვაპირებობ იმას შეერაღების ბოლოში ჩამოს მაგრამ ფაქტია რომ შეერაღების ბოლოში არის ჩამული და მე არ ვიცი მისი ეკონომიკა თქვა ამას გაუძლებს არ გაუძლებს ახლა ამერიკის ნამდვილად გაუძლებს სარეზერვო ის იმდენი აქვს ხო იგივე ხო ოქროს რეზერვები მაგრამ ეს სხვა თემაა და თავი დავანებოთ და ამ იმაზე ფონზე ჩვენ რაში შეიძლება გამოვადგეთ ანუ ვიყოთ საჭირო და ჩვენ თუ ვიქნებით საჭირო ნატოსთვის მაშინ ჩვენი უსაფრთხოება იქნება გარანტირებული. ნუ ისე არა რომ ჩვენ ხოლგას დაგვახურავენ და ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ, მაგრამ იქნება აი რა შანსი არის ეს საქართველოსთვის და როგორ შეიძლება გამოიყო აი საფრთხე აქციას შანსად საქართველოს და თავის თავდაცვისა და უსაფრთხოების საშუალებას. იმიტომ რომ არა ნატო ჩვენ ხო ვიცით რომ რუსის ჯარი უკვე აქ იდგება. რა თქმა უნდა, ნატოს და ამერიკელებს უშუალოდ დახმარება და საუბარი. მე მინდა ამოშორ რომ ფაქტობრივად ის რომ რუსეთის მზაობა ეს გამოწვეულია შემთხვევით გამოწვეული. მათ უბრალოდ იციან საქართველოს შეერაღებული ძალების რეალური წინააღმდეგობისა და ბუნებრივია საქართველოს შეერაღებული ძალების მოდერნიზაცია და ეს რეფორმა რომელიც დღეს ტარდება ჩვენს თავდაცვის ძალებში მათთვის არის ერთგვარად ძალიან გამოწვევა თუმცა სხვა კონტექსტში გამოდიან იმიტომ რომ ისინი ზდიან თავის სამხედრო კონკურენციას ერთი ფაქტორი და მათ უკვე რუსეთს საქართველოს ომის პერიოდში გარკვეულად იწვნიეს გარკვეულწილად ჩვენი შეერაღებული ძალების მაშინ შეერაღებული ძალების სპეციფიკაში ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობის. კი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს ერთი ფაქტორი. მეორე ერთი უკვე მათ იციან რომ ცოტა ალიანსი ბუნებრივია და ამერიკის ორხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არის ქარტიის ფარგლებში. ამერიკა ვალდებულია გაუწიოს სამხედრო დახმარებას შემოსა თუ საქართველოს იქნება ობიექტი. აი ეს ქარტია რომელიც გაფორმდა სწორედ რუსეთის ომის მერე, საქართველოს ომის მერე ბუნებრივია ეს უკვე ერთგვარი ქოლგას წარმოადგენს და ისე არ იქნება საქმე როგორც დაუშვათ და შეიძლება ომის პერიოდში მოხდა. მე იმას არ ვიზიარებ იმას რომ დაუშვათ ორი ფრეგატის ნაღმოსნის შემოსვლა დაუშვათ ჩვენს ფოთის პორტში იყო თითქოს წყლის სიმბოლური ეს ანუ რას უკაცრავად როგორც კი ორი ნაღმოსანი შემოვიდა და დადგა რეიძე ფოთის აკვატორიაში მეორე დღეს რუსებმა დაიწყეს ქართული დასავლეთ საქართველოს დეოკუპაციის პროცესი 18-ში შემოდის ორი ნაღმოსანი 19-ში მედვედევი აძლევს განკარგულებას და ფოთიდან გადიან რუსი ოკუპანტები ეხლა მოდიშით რა სულ მახსენდება ხოლმე დათათუთაშხიაში რომ თქვენიც კაცები არ ხართ მე რომ რა თქმა უნდა რომ ეს ბუნებრივია არ არის რუსეთი რომელიც ნატოს ბრიგადას ესვის შეიძლება ბუნებრივია ანუ ეს იყო სწორედ სამხედრო ძალის დემონსტრირება არის ეს ტერმინი მარტო არ არის რომ აინდა სამხედრო ინტერვენცია აგრესია და იმით მოხდა სამხედრო ძალის დემონსტრირება თუ საკმარისი ისა აქვს რომ შენი მოწინააღმდეგე დააყენო თავის ადგილას ეს ერთი ფაქტორი მეორე ფაქტორი და მესამე ფაქტორი ბუნებრივია ნატოს გააჩნია საკმაოდ სერიოზული თანამშრომლობა მომენტი კიბერუსაფრთხოების კიბერ-ომის წინააღმდეგ რაც საქართველოს ნატოს ძალიან თანამშრომლობენ და ეს საკითხი უკვე რეალურ პრაქტიკულ იმაზე გადმოვიდა და ასე შემდეგ ანუ ჩვენ უკვე ვართ გარკვეულწილად ინტენსიური დიალოგისა და ასპირანტის ვთქვათ სტატუსის მატარებელი ბუნებრივია და შესაბამისად ესეც იძლევა გარკვეულწილად ნატოს დახმარების ალიან კოალიციურ დახმარების იმედსაც. ყოველ შემთხვევაში ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტი არავის არ გაუქმებია. ასე რომ ეს უკვე საკმაოდ მათ შორის სამხედრო კონტექსტში, ამიტომ ეს საკმაოდ სერიოზული სამართლებრივი, კონცეპტუალური და სამხედრო პოლიტიკური სახის დოკუმენტია, რათა დაუშვათ რუსეთს უკვე ცოტათი თავი შეიკავოს, გაიმეოროს ის თავხედური ქმედება, რაც მან განახორციელა 2018 აგვისტოს პირობებში, პერიოდში. დედამე და ესეთ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენს რომ გვიყურებდით. გასაგებია რომ უსაფრთხოების ხოლმე ძალიან კარგია. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა და ის დაგვიცავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ გაუქმებულია რომ ჩვენ თავადაც უნდა შევძლოთ და შევეცადოთ საკუთარი თავის დაცვას. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. მომავალ შეხვედრამდე. ახონდის.